საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას 18 ივლისს გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პოლონეთის სენატის მარშალთან შეხვედრის შემდეგ თქვა. უსუფაშვილის ინფორმაციით სარატიფიკაციო დოკუმენტის ტექსტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტს გადაეცემა. პარლამენტი რიგაში შეხვდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს, რის შემდეგაც საკომიტეტო მოსმენები დაიგეგმება. საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს 18 ივლისს პარასკევს. ამისთვის ჩვენ სპეციალურად მოვიწვევთ საგანგებო სესიას, ვინაიდან მოგეხსენებათ ამ წუთში პარლამენტი არ მუშაობს. თავად სარატიფიკაციო ტექსტი დღეს შესაძლოა ხვალ მაქსიმუმ უკვე პარლამენტში იქნება წარმოგზავნილი მთავრობის მხრიდან. მომავალი კვირის განმავლობაში 15, 16, 17 ივლისს დაიგეგმება საკომიტეტო მოსმენები. პოლონეთის სენატის მარშალის ბოგდან ბორუსევიჩის განცხადებით, პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს.